აი თქვენი თავი რო შეგხვდეთ 20 წლის ასაკში რა რჩევას მისცემთ? ბოდიში მოუხადოს იმას ვისაც საწყენინა რა მაგრად სულერთია თვითონ იყო დამნაშავე თუ არა მე მაქვს ეგრდნობა ყოველთვის რომ ვიღაცის მიმართ ვარ თითქოს მე მგონია შეიძლება ეს ასე არა ეგ ძალიან ჩასაყოლი რამ არის თუ სინდისი და ნამუსი ეგ არ უნდა დაკარგოს ადამიანმა თქვენი ნახატები ძალიან ხშირად ახსენებს ხოლმე ადამიანებს დაკარგულ მომენტებს მათი ცხოვრებიდან. აი ეს ნოსტალგია. ეს ნამდვილად იცით რო ასეა? მე ბევრისგან მომისმინე. აი ამაზე თქვენ რას ფიქრობთ? იცი რა, დაკარგული მომენტები არ არსებობს ხსოვნა. ამ მომენტების და გადატანა ფსიქიკაში. ხო და ისე ადამიანი არ არის უბრალოდ რომ საინტერესო მოვლენა ადამიანი იმიტომ რომ სიზმარი უკვე ჩადებულია ღვთიდან სიზმარი უკვე მოქმედებაა და ვითარებაა და დანახვაა და ბრძოლა თუ სიხარულია თუ უამრავი რამ არის სიზმარი რადგან ბუნებამ და ადამიანმა ეს ერთად შეითვისეს და გაიგეს და დამკვიდრდა ადამიანში როგორც მოვლენა არ არის ჩვეულებრივი ამბავი. კახეთი არის ჩემთვის წმინდა გენეტიკა. თუმცა დედა ჩემი გურული იყო. მაგრამ კახეთში მოდიოდა ხშირად დედა ჩემი მივყავდი. ხო, იმიტომ რომ ძალიან სხვანაირია კახეთი რა. მე ბევრი რამ გადაიტანა კახეთმა. ისტორიულ ამბებს გულისხმობ ახლა მაგას მოყოლას არ დავიწყებ არც არის საჭირო. ხო და კახეთი არ არის უბრალოდ მოვლენა. არა, საქართველოს არც ერთი კუთხე რა. ყველას თავისი ზომა-წონა აქვს და გენიალური ამ ხრივ საქართველო. მაინც რა ერთი წუთივით გავიდა ეს წუთი სოფელი. ჩემო კარგო ქვეყანა, რაზეთ მოგიწყენია, ატყო თუ არ აღწყალობს, მომავალი შენია. არა, არ ვითამაშებ, იცი რომ ყველაფერს თავის დრო აქვს რა. რატომ უნდა ვითამაშო ხე, კაცი ადამიანი? ეხლა უნდა ვითამაშო, რასაც ეხლა ვთამაშობ. რიტორიკაში წერი ყველაფერი შესაძლებელი დაიწყო კაცმა. იმიტომ რომ ფსიქიკა, გონება და ფიზიოლოგია სხვის უფლებას არ მადლებს. არც საკუთარ თავზე წარმოდგენა თუ სპექტაკლი არ უნდა გქონდეს. საკუთარ თავზე როცა დიდი ეგ საოცრება არა არიან ეგეთი ადამიანები როგორ ხო რთული არ რთული ადამიანის ცხოვრება არ არის რთული მე მაგალითად ძალიან ბევრი რამ შემისწორა თათული მე მოქმედებაში ცხოვრების ყოველდღიურობაში და იცი რა მაგრად მჯერა მაგ ადამიანს ჯერ ერთი ეკიბებს უფრო არ მივანდე თავი ვიდრე თათულის მიხდი სხვა მოვლენა რო ამბობ მოვლენაა მეთქი ეხლა არ მინდა ეს გამოვიდეს მაგრამ მოვლენა იგი არის საერთოდ კითხვები უფრო მეტია ადამიანის ცხოვრებაში ვიდრე პასუხები. პასუხი რა? არავის არაფერზე პასუხი არ გაუწია. თვით შოთასაც კი. ავტოგრაფი არის ჟან რი.
ლო ლა შვი ლი